გამარჯობათ მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენს მგელთან ერთად, თუ ძაღლთან ერთად, ვერ გავარკვიეთ ეს ვინ არის. და მეორე ვიდეო, როგორ დავიწყოთ ქსოვა, რა გავაკეთოთ, როგორ მოვგზავნოთ, როგორ ვისწავლოთ. ეს არის მეორე ვიდეო. ვინც ამ ვიდეოს იპოვით, შეხვდებით, შეგიძლიათ მოძებნოთ პირველი თუ დაინტერესდებით. ვიწყებთ ქსოვას თავიდან. მოდი ვნახოთ ახლა როგორ ქსოვდით წაღმართლებს. და თუ დაგაინტერესებს და თუ მომყვები, ვფიქრობ წაღმართლებს უკვე შედარებით კარგად უნდა ქსოვდე, რომ ახლა შემდეგი გავაგრძელოთ. ეს წაღმართლები, რასაც ქსოვდით უკვე და ვისწავლეთ. ახლა მეჩხირზე გადავიყვან ამას, ამ თვლებს, აი ასე, რადგან ეს ჩხირები მჭირდება. ვფიქრობ, უფრო თვალსაჩინოა და მოხერხებული თქვენთვის, რომ გარკვევით ჩანდეს, რას ვაკეთებთ. კარგი, ეს ვქსოვდით წაღმართლებს. არ ვიცი, აი ვნახოთ, მოდი ახლა ამ ძაფით დავიწყოთ. რა ძაფებით, რა ჩხირებით ვიმუშაოთ და როგორ გავაკეთოთ, ეს პირველ ვიდეოში ვთქვით უკვე და კიდევ ვამბობ, ვისაც დაგაინტერესებთ, მოძებნეთ პირველი ვიდეო ამის. ახლა ნახე. აი ეს რაღაცა რაოდენობის ძაფს ვტოვებ აი აქეთ. აქედან ხომ მოდის ახლა ეს გორგალია, ხო? და აი აქ ვტოვებ რაღაცა რაოდენობის ძაფს, რამდენიც დამჭირდება. ახლა მე ვფიქრობ, უნდა ავიღო 10-12 თვალი და ეს ძაფი სრულიად საკმარისია. დაიხვიე ამ თითზე. ასე, ნებისმიერი ფორმით. ნახე ახლა. კარგად დააკვირდე, ყველაფერი თავიდან ვიწყებთ ახლა ყველაფერს აბსოლუტურად ნოლიდან, ხო? და ეცადე, რასაც ვაკეთებ, ხელი შეაჩვიო ზუსტად ისე. აი ასე დაიკავე. აქ ხოლმე ხვიე თითზე. ახლა წამოდი და აი ამ ორი თითით დაიკავე. ახლა ნახე. ეს უნდა მოდიოდეს, აქ ისე გაქვს დახვეული, რომ არ უნდა მოდიოდეს ბევრი ძაფი შენი კონტროლის გარეშე. ისე კარგად უნდა დაიხვიო. აქედან რომ მოსდება ამ თითს, წამოხვალ და აქ დაიკავებ, ეს ძაფი მოდის. ნახე ახლა, ეს ძაფი მოდის, როცა გჭირდება. დაადე აქ თითი, ხო გამოსდე ასე, ხო? დაადე თითი, შემოატრიალე და თვალია ეს უკვე. აქ არ გაუშვა ხელი, მოდის იმდენი, რამდენიც შენ გჭირდება აქედან. ახლა ნახე. ნახე აქ როგორ გადაჯვარედინ და რა გააკეთა ახლა ამან, ხო? აი. ახლა აქედან წამოდი. აქედან ეს წამოიღე. გამოდი. ამას გაუშვი. ეს კარგად მოჭიმი აქ. კარგად არ დატოვო აქ ძაფი. გამოვიდა თვალი. უკვე ორი თვალი გვაქვს. ნახე. აქედან წავალ. ამ ძაფს წამოვიღებ. გამოვიყვან აქ. აქ თითი დაადე, რო არ გაგექცეს. ეს მოჭიმე ნელა-ნელა, ასე ჩამოჭიმე ბოლომდე, აქ ძაფი არ დატოვო, კიდევ ამბობ. გამოვიდა კიდევ მესამე თვალი. აქ ცოტა მოკაჩავ ამ ძაფს, აქ რო გაქვთ თითზე დახვეული, ეს თვლებს აკეთებს.
ეს ძაფი ამ თვლებს აქ გამონასკვავს თუ გამოკვანძავს თუ გამოშატავს თუ როგორც ქვია. აი და აქ უშვებ ნელა რამდენიც გჭირდება და მერე აღარ გამოუშვებ. აქედან გავალ, იქიდან წამოვიღებ, გამოვიტან. ეს კარგად ჩამოჭიმი, აქ რო ბევრი ძაფი დაგრჩეს, ხო, შემდეგ ხო მოგსო. აი აქ ასეთი რაღაცები დაგრჩება, აი ასეთები დაგრჩება და ძალიან ცუდად გამოჩნდება ის. ახლა ჩვენ ვსწავლობთ უკვე მეორენაირ თვლების აწყობას, დაწყებას, რა ვიცი, რაც ქვია. კიდე, აი გამოიტანე, ეს თითი წამოიღე, გადი აქედან, გამოიყვანე. დააჭირი აქ თითი დაადე, რო არ გაგექცეს. ეს თითი ყოველთვის ამ თვლებს აკონტროლებს აქეთ, რომელიც გროვდება ამ ჭირზე, მარჯვენა ხელში რო გიკავია. აქ აი ასე მიჭერია, ნახე. კარგა მოჭიმეს. შემდეგ აი ასე წამოიღე, წადი, გამოიყვანე, გაუშვი და ჩამოჭიმე. ეს დაიჭირე, როგორც კი აქ თვალი გადმოდის, ეს თითი იმისთვისაა აქ, რომ დაიჭირო, აი ასე. ასე მიეჩვევა ეს თითები და მერე ყველა თავის საქმეს აკეთებს, უშენოდაც. მართლა გეუბნები. შემდეგ ვაგრძელებთ. ასე გამოიყვან და ასე გაიმეორებ, რამდენი თვალიც გჭირდება, 5, 10, 100, 500. ეს ძაფი აქ თანდათან გამოუშვი, იმიტომ რომ თვალი რო გამოგყავს. ეს ხო ცოტავდება, აქ პატარავდება, ნახე, ეს წამოვიღე, გამოვედი, ეს ძაფი თითზე რო გაქვს დახვეული, თვლებს აკეთებს, ასე ვთქვათ. ახლა კრიტიკოსები რომ ისმენდნენ, ხო, სუდად ასწავლიო მეტყოდნენ, მაგრამ ახლა კლასიკური სიტყვები და რაღაცები ახლა უკაცრავად როგორც შემიძლია ისე გიზიარებ, არ გასწავლით არაფერს, გიზიარებთ. შემდეგ ნახე, წამოვიღე, აი ასე, შეაბრუნე, გამოიყვანე თვალი. ამ თითზე დახვეული ძაფი თვლებს აკეთებს, აი ეს ძაფი აქ რო ვატრიალებთ, აი ასე კვანძავს და აი ასე ქსოვს ქვემოდან. ერთი განსხვავება, ნახე, ჩვენ რო წინა ვიდეოში ვისწავლეთ დაწყება სულ სხვანაირი იყო, ის მეტად ელასტიურია, მეტად ლამაზია, ნახე, აი ეს იყო, ხო, ისევ ისი არის ეს ნაქსოვი, როგორც იმ ვიდეოში დავიწყოთ ჩვენ წაღმართლების ქსოვა, ნახე, აი ასეთი გამოდის. შეიძლება ახლა კარგად არ ჩანდეს, მაგრამ როცა შენ თვითონ ამას ააწყობ თვლებს, დაიწყებ და გააკეთებ, ნახავ. ეს თითქოს ლამაზია არაუშავს, მაგრამ არ არის ელასტიური, ასეთი დაწყება ახლა რო ვგსო და არ ვიცი სად გამოგადგება, მაგრამ კი მაინც ამას იყენებს უმეტესობა. არ მიყვება ნაქსოვს. ნაქსოვი ხო უნდა გაიჭიმოს, ესაა ნაქსოვის წესი, ხო? არ მიყვება ეს ნაქსოვს, იმიტომ რომ აქ ვიწრო და ეს ძალიან, აი ასე რო აიწყობა. კი, ლამაზია, მშვენიერია, მაგრამ ცოტა არაპრაქტიკულია. ძალიან ბევრნაირია დაწყება, შემდეგ ბევრ რამეს ისწავლი და აირჩევ. შენ რომელი გამოიყენო, იმიტომ სხვადასხვაგან სხვადასხვანაირი დაგჭირდება. 2, 4, 6, 8, 10, 2 ცალიც გავაკეთოთ. 11 და 12. აი, ესაც უნდა ივარჯიშო, თვლების აწყობა, შემდეგ აი ასე სწრაფად უნდა გააკეთო, აი, მიაჩვევ ხელს, ამ ყველაფერს უსაშველო არაფერი არ არის. ხელს მიაჩვევ, მთავარია შენ გინდოდეს, რომ ისწავლო და ძალიან ბევრჯერ გააკეთო ეს. შემოვბრუნდი ახლა, ასე ხო მქონდა და მე ხო ასე ვეღარ მოვგსო ახლა, ხო, დავიხვიე ძაფი, ნახე, მე ხო ვთქვი, რომ ეს აუცილებლად აქ უნდა იყოს, აუცილებლად. ახლა
დავატრიალებ ამ ძაფს ამ თითებში, აი ასე დავიხვევ, აი ასე. აქ ჩამოიტანე ბოლომდე, თორე აქ ვერ დაიკავებს, აი. და ეცადე არ დაიხვიო აქ ბევრი ძაფი, ეცადე უფრო აქედან აკონტროლო, რამდენი გამოუშვა. ამასაც უნდა მიეჩვიო, როგორც მიეჩვევი, ისე დაიწყებ ერთი სიტყვით. არის ახლა ნახე ზოგი აი ასე ქსოვს, აი ასე აქვს ძაფი, აი ასე პირდაპირ და გამოყავს თვლები. ახლა ეს რამდენად პრაქტიკულია არ ვიცი, შეიძლება არის. ბევრი ასე ქსოვს, ბევრი ბევრს იყვევს ისე ქსოვს, ბევრი ასე ქსოვს, რა ვიცი, როგორც გეკომფორტულება და უკეთესად იყოს, უბრალოდ მე ამას გიხსნი, აი ახლა ძალიან კარგია ეს, რომ აკონტროლო, თან ძაფი მოდის, ბევრჯერ დახვეული არ გინდა ასეთნაირად და არ შეგაწუხებს ერთი სიტყვით, შენი ცი დანარჩენი ახლა. ახლა ნახე, ჩვენ ეს ვისწავლეთ, რომ ძაფი აი აქ პირველ თვალზე, რომელ მხარესაც, იმ მხარეს დავტოვებ, ხო? ახლა ამ მხარესა ვიწყებ უკვე თვლების ამოყვანას, პირველ თვალს არ ვქსოვ. და ძაფს გადავიტან ჩხირებს იქით. ახლა მე წაღმართლებს აღარ ვქსოვ. ახლა ვისწავლოთ, როგორ მოვქსოვოთ უკუღმა თვლები. აუცილებლად ეს იცი, რომ აქ უნდა დაიკავო, უკვე რაც იცი, მე იმას აღარ ვიტყვი. ესაც იცი, რომ აქ აკონტროლებს ეს ცერა თითი, ჩხირები ასე გიკავია და ეს თითი აუცილებლად ბოლო, აი აქ პირველ თვალსაც აკონტროლებს და ჩხირსაც, რომ იქით არ წავიდეს სადღაც უსაშველოდ. ხო? ასე. ნახე ახლა. ამ ძაფს წამოვიღებ და აქეთ გადმოვიტან, ახლა ვქსოვ უკუღმა თვლებს. აი გამოვწევ, რომ ნახე ახლა, ეს თითი აუცილებლად აქ იქნება. ახლა იქით კი არ გადიხარ, აქედან კი არ გადიხარ, აი აქედან გადიხარ, ნახე. აი ეს ძაფი ასე გადადე, შეატრიალე ეს თვალი წამოიღე და გაიყვანე. გადააცურე და აქედან ამ თითებით აკონტროლე ეს თვლები, რომ იქით არ გაცურდეს. ანასე არ წავიდეს და ეს ჩხირიც გაგექცეს სადღაცას. ასე, ამოვიყვანეთ ხო ერთი თვალი, ერთი აქ იყო, არ ვგზავთ. შემდეგ, ეს ძაფი აქეთ გადმოიტანე, ეს თითი აუცილებლად აქ იქნება. ეს აქ არის, სულ ერთი ახლა სად არის, ნახე? ამ თითით აკონტროლებ ჩხირი, რომ იქით არ წავიდეს და აქეთ წამოვიდეს, აი აქეთ, ჩხირის აქეთ. ეს ძაფიც აქ არის, აქ არ არის, აქ არის, არც აქ არ არის, აი აქ არის, ნახე? შეაბრუნე ახლა და გაიყვანე. ნახე. ჩხირის აქეთ თვალში გამოყავს ეს ძაფი. ეს ძაფი აუცილებლად აქ უნდა იყოს, ისა ჩხირი, უკაცრავად, ეს ძაფი აქ უნდა იყოს, აი ასე უნდა გქონდეს. ეს შეატრიალე ახლა იქითკე და გაიყვანე, აი ასე. მართლა უკუღმა თვალია, ხო? გეთანხმები. შემდეგ, ეს ყოველთვის დაიკავე აქ ყველა ეს ბოლო თვალი განსაკუთრებით, ხო იცი, თან არც მაგრა არ უნდა მოგსოვო, არც დიდი ძაფი არ დატოვო აქ და ასე შემდეგ. აი ეს თითი აქ აკონტროლებს სად მიდის ჩხირი და თვალი არ გაგექცეს. ნახე, გამოვიდა აქეთ, ეს ძაფი თუ სხვაკან სადმეა აქ მიიტანე, აუცილებლად აი ასე უნდა იყოს, აი შეაბრუნე ახლა და გაიყვანე, აი ასე. აი ახლა ნახე, ეს არის 5 ნახევარი. და აი სწავლებისთვისაც კი მოუხერხებელია ცოტა, ეს როცა ქსოვ, ახლა იქ სხვა პროცედურაა. აი აქ. ამიტომ ვთქვი მე წინა ვიდეოში, 4 ნახევარი 5 მაქსიმუმი ჩხირები გამოიყენე. რადგან უფრო სხვილი ჩხირები გაგაწვალებს, უფრო წვრილი ჩხირებიც გაგაწვალებს თავიდან სწავლისას.
ნახე გამოვიყვანე და ეს ზაფი ყოველთვის აქ იქნება უკუღმა თვლების ქსოვისას და გაიყვან. შეხედე, აქ ეს თვლები აუცილებლად ყოველი რამდენი თვალიც გადავა, ესენი იჭერენ აქ, რამდენი თვალიც გადმოვა, იჭერენ. ეს თვლები უკან მიდის, ამებს გაანებე უკვე თავი, მოვიდა ბოლო თვალი დაიკავე, ეს ყოველთვის ეს თითი აკონტროლებს გამოსაყვან თვალს, მოსაქსოვ თვალს. ამან მიიღო უცებ ახლა ეს თვალი და დაიჭირა, რომ არც ძალიან მჭიდროდ გამოგივიდეს, ამ თითმა აღარ დაკარჩოს ეს თვალი. თან არ გადაკიცურდეს. შემდეგი ნახე, ეს სულ აქ იქნება, იმიტომ რომ უნდა კონტროლოს, რომ ეს ჭხირი სხვაკან არ წავიდეს. აი აქეთ გამოიყვანე, ეს ძაფი თუ სხვაკან სადმე იქნება, აქ მიიტანე, აი ამ მდგომარეობაში, ეხლა შეაბრუნე და გაიყვან თვალს. ყველა თვალი უკუღმა მოვგსოვე. თავიდან ბოლომდე ყველა თვალი. ხო უნდა შემოვტრიალდე ახლა, რომ ახლა აქედან მოვგსოვო, აქ მორჩა ეს თვლები დამთავრდა, ხო? გათავისუფლდა ეს ჭხირი და შეიცვალეს ადგილები, შემოვტრიალდი. ახლა ნახე. ბოლო თვალი უკუღმა ხომ ამოვიყვანე მე. ნახე. აი როგორ გამოვა. მე ხო გითხარი, რომ აქ ესენი არ უნდა იყოს ასე გადაგრეხილები და გადმოგრეხილები. ბოლო თვალი, როცა უკუღმა ამოვიყვანე. მე რო ასე შევატრიალო ახლა და დავიწყო ქსოვა ანასე, აი ნახე, აქეთ რო შემოვატრიალო. ბოლო თვალი უკუღმა ამოვიყვანე. არ გამოვა ისეთი, როგორც წაღმა ამომყავდა. ნახე აქ რა გამოვა. ნახე ახლა რას გავაკეთებ, შევაბრუნებ. გამოვიყვან და ისე გავასწორებ ამ თვალს აქ დასაწყისში, რომ ისე აიკინძოს, როგორც ეს იყო. ნახე, აი ასე უნდა აიკინძოს ეს თვლები. და არა, აი ასეთი რაღაცები არ უნდა დატოვო აქ, როცა მოგხსოვ შემდეგ, აი ასე უნდა იყოს. მოიცადე. აი რო დაგჭირდეს, ნახე, ყველა თვალი აი ასე უნდა ამოკინძო აქ და აი ასე და ბევრჯერ დაგჭირდება ეს. და თუ შენ ახლა ასე გადმოგრეხ და აქ ასეთ რაღაცებს გაიკეთებს, ძალიან ცუდად არჩება, ამოსაკერადაც ცუდი იქნება და შესახედადაც და გვერდიც ულამაზო იქნება. აი ყოველთვის ეცადე ეს თვალი შენინება, მიატრიალე, ხო არ იქსოვება, ხო გადაგყვავს. მაგრამ ისე შემოაბრუნე, რომ ასეთი გვერდი დაგრჩეს აქ. ეს სულ გახსოვდეს და ყოველთვის ასე გააკეთე. აი ეს პირველი თვალი სადღაცა გაგვექცა. ასე. აი ახლა მე მოვატრიალებ და აუცილებლად აქ დავტოვებ წაღმა თვალს. აი ასეთნაირად. და არა, აი ასე. არ დავტოვებ ასე. მობურდულს, რა ვიცი რა ქვია. ხო, პირველი თვალი არის ქსოვება და გადავიყვანე. ვაგრძელებ ქსოვას უკუღმა. ამ ძაფს წამოვიღებ, ეს თვალი გიჭერია აქ უკვე. აქ თითი უკვე აქ არის, ეს აქ არის. ისევ ჩვეულებრივად გიკავია, აი ეს ჭხირები, აი როგორც ყოველთვის. ეს ძაფი ყოველთვის აქ იქნება, როცა უკუღმა თვალი უნდა მოგხსოვო. ეს ჭხირი ნახე, გამოვა თვალში და ჭხირის აქეთ, აი სად. ახლა ეს ძაფი აქ უნდა იყოს აუცილებლად, შეაბრუნებ და გაიყვან.
აქ დაიჭირეს უკვე, ეს ისევ პირველ თვალს აკონტროლებს აქ. ნახე. როცა ეს ძაფი აქეთ არის და აქედან გააყავს, თავისთავად აქ ხდება ეს ძაფი. თუ ეს ხელს გიშლის პირველად, აი ასე დაიკავე, გამოიყვანე ეს ჩხირი აქეთ, ახლა გადაუშვი ეს ძაფი იქით და ასე გაიყვანე ეს თვალი. უკუღმა თვალი სხვანაირადაც იქსოვება, მაგრამ იმას მერე რო შეაბრუნებ, კიდე სხვანაირად უნდა მოგსოვო. ამიტომ ყველაზე კარგი მოსაქსოვად უკუღ თვლების, აი ეს ვარიანტია და ასე მიეჩვიე, რომ ეს მოგსოვო. ეს დავიჭირე უკვე აქ, რო არსად წავიდეს, გამოვედი აქეთ მხარეს, ეს ძაფი აქეთ გადაუშვი და მოვგსოვე. აი ჩხირითაც შეგიძლია აი ასე აქეთ გამოიყვანო და ეს ძაფი თავისთავად აქ მოხვდება, აბასაც წავა, ხო ვეღარსად ვერ წავა. გაიყვან თვალს. აი ასე. აი ბოლო თვალიც უკუღმა მოვგსოვე. ახლა შემოვტრიალდეთ მეორე მხარეს, რადგან აქ თვლები აღარ აგვაქვს, მოსაქსოვი აქეთ გადმოვიტანოთ და ეს ცარიელი ჩხირი აქეთ გადმოვიტანოთ. ახლა ნახე. მე რო ეს იქით წავიღო ახლა, აი რაც უდად გამოჩნდა, აი ეს, ამიტომ აი ამ თვალს წაღმა თვლისგან განსხვავებით, ნახე, წაღმა თვალს როცა ვგსოვდით ბოლო თვალს, აქეთ ვატრიალებდით. უკუღმა თვალს აქეთ ვერ შემოატრიალებ. ნახე რას გაიკეთებს, აი ამას ვამბობ, ასე არასდროს დატოვო აქ ნაპირები. იქით წავიღებ, მაგრამ ასე კი არ ამოვიყვან წაღმა თვალის შემთხვევაში როგორც ვაკეთებ. აი ასე ამოვიყვან ამ თვალს და აი ასე გასწორდება აქ. პირველი თვალი არ იქსოვება, გადავიყვანე და ამოთმა გააკონტროლეს უკვე. ახლა ვნახოთ შემდეგი. ნახე, ეს აქ არის, ჩხირები ასე მიკავია და ვიწყებ ქსოვას. უკუღმა თვლებს ქსოვ და ეს ძაფი აუცილებლად აქეთ უნდა იყოს, ხო? აი გავედი ამ თვალში და გავიყვანე. გავედი აქეთ და გავიყვანე. კიდევ ამბობ, თუ ეს ძაფი აქ ხელს გიშლის და ვერ ახერხებ, გამოწიე და დაიჭირე ასე, ჯერ ჩხირი გაიყვანე, მაგრამ შემდეგ ეს ძაფი აქ უნდა გადაიტანო აუცილებლად და ასე მოგსოვე. აი ასე დაიკავე თუ გაწუხებს. ეს თვლები ყოველთვის აკონტროლე, ეს დიდი აქ იყოს. მანამდე გსოვე ეს უკუღმა თვლები, მანამდე გსოვე, სანამ აი ასე არ მოგსოვ ჩქარა ჩემსავით. ნახე, ეს თითი სულ აქ არის, ეს თითები იკავებს, რამდენი თვალიც მოვა, იმდენი იკავებს. ეს დანარჩენები მიდიან უკან, ამას გაანებე თავი, არ უნდა ამას დაჭერე, ესენი მიდიან. აქ ძუა ვერსად ვერ წავა, ხო? უბრალოდ შენ აი ასე გიჭერია. აქ რო 500-მა თვალმა გაიაროს, გაუშვი უკან, შენ ეს აკონტროლე, მთავარია აი აქ რომელიც არის. ეს აქ იქნება ყოველთვის. ესენი მოდიან აქედან, ნელა-ნელა მოდიან, ეს ღებულობს და უშვებს აქეთ, ესენი ღებულობენ შემდეგ. აი ამას მიაჩვიე ხელი. შემოვტრიალდეთ, თვლები აღარ გვაქვს, გავცვალეთ ჩხირები. აი აქედან გავდივარ, იმიტომ რომ უკუღმა ამოვიყვანე ბოლო თვალი, იქით წავიღებ, მაგრამ აი აქედან გავიყვან, რომ ეს გასწორდეს აქ. მერე შემდეგ უკვე როცა მიაჩვევ ხელს, თვალს, უკვე გეცოდინება, როგორ მიაბრუნო, მოაბრუნოს თვალი, შენინება არის. რამე დაკანონებული კი არ არის და აუცილებლობა. მერე შენ როგორც ხედავ, რომ უკეთესია, ისე შეატრიელებ და შემოატრიელებ ამ ძაფს. და ამ თვალს ისე ამოიყვან და დატოვებ აქ. როგორც მოგეწონება, ასე ვთქვათ.
გადმოვიტან ამ ძაფს აქეთ. პირველ თვალს არ ვგსოვ და გადავიყვანე და დავიჭირე აქ უკვე. ეს უკვე აქ არის და აი ასე. ყოველ დაწყებაზე, აი მოხერხებულად დაიჭირე ეს ჭხირები. დაძაბულად არ გსოვო, თავისუფლად ჩვეულებრივად გამოდი აქეთ, გაიყვანე. თუ ასე, აი ეს ძაფი ხო აქ არის, ხო? აი პირველი თვალი გაიყვანე, ეს თავისთავად აქ მოხვდება სხვაკან არსად და გაიყვან თვალს. კიდევ ამბობ, თუ გაწუხებს, აი ასე დაიჭირე, გამოდი, შემდეგ ეს აქ უნდა დააბრუნო აუცილებლად. აი ასე. ხო გითხარი, მართლა უკუღმა თვალია, აი რანაირადაა გასაყვანი. აი ასე. კიდევ ამბობ, იმდენი გსოვე, სანამ აი ასე არ მოგსო. შემოტრიალდი ახლა გაცვალე ჭყირები, ეს პირველი თვალია აქედან გაიყვანე, შეაბრუნე, მოალამაზე, მოჭიმი აქ დიდი თვალი არ დატოვო, აი ნახე, ჭხირმა თვალი უნდა შეავსოს. აი რას ნიშნავს ჭხირმა თვალი შეავსოს. არც აქ დაგრჩეს ბევრი ძაფი, ეს მერე თვალს გაადიდებს, აქ წავა, აბასაც წავა. აი ასე, ჭხირმა თვალი უნდა შეავსოს. არც ძალიან მოჭიმო, ასე რომ დაჭიმო, მერე რომ მოხვალ აქ, მეორე თვალს ვეღარა მოიყვან, მეორეჯერ. ჩვეულებრივად, აი ასე, ნახე? აი ასე. ახლა ნახე. და ვიწყებ ქსოვას. პირველ თვალს არ ვგსო. არც ბევრი ძაფი დავტოვე, არც ძალიან მოვჭიმე და დავიჭირე. ეს თითები რო დაიჭერს ამ თვალს, არც გადმოგივარდება, არც ზედმეტად დაგეჭიმება, რამ ხელასაც დატოვებ, იმ ხელად არ რჩება. ეს ძაფი აქეთ უნდა იყოს, ხო გითხარ, ჭხირის აქეთ, რომ უკუღმა თვლები მოვგსოვოთ. გავედი აქეთ, ეს აქ არის და გავიყვანე. შემდეგ, თუ არ არის აქ უნდა გადავიყვანო ეს ძაფი, აუცილებლად აქ უნდა იყოს, რომ ასე რომ შევატრიალებ, გავიყვანო. აი ასე რომ შევაბრუნებ, თვალი უნდა გავიყვანო. აი აქ, ნორმალური, არც დიდი თვალი დატოვო, არც ძალიან დაჭიმო, ჭხირმა თვალი რომ შეავსოს მხოლოდ და მოკიდე ხელი. თუ დაიჭერ, აღარც დიდი იქნება, არც პატარა ეს თვალი იქნება ნორმალური, აი ასე. აი ასე. ეს შევაბრუნე, აი აქედან გავიყვანე, შემოვატრიალე, აი ასე დავტოვე, არც ბევრი, არც ნაკლები და დავიჭირე. ეს გადავიტანე იქით, ძაფი აქეთ მჭირდება, ყოველთვის უკუღმა თვლების თუ ვგსოვ, ერთ თვალსაც რო გსოვდე, უკუღმას ძაფი ჭხირის აქეთ უნდა იყოს. გავედი აი აქ. ეს აქ იყოს, აქ არა, აი აქ. და გავიყვანე. აუცილებლად ჭხირის აქეთ თვალში გადის ეს ჭხირი, რომლითაც უნდა მოვგსოვოთ. აქეთ, იქეთ არ გაიყვანო. აქეთ. როცა უკუღმა ვგსოვთ თვლებს, ძაფიც აქეთ არის და თვალში აქედან გადის ჭხირი, იმ ჭხირის აქეთ მხარეს. აი ასე. აი ასე, ახლა შეგიძლია მხოლოდ გაიყვანო უკუღმა თვალი. შეაბრუნე, მოახვიე და მოიგსოვება. არ იფიქრო, რომ ეს ძალიან ძნელია და დედა, არაფერი არ არის, ნახე, გაიყვანი ასე. მთავარია შენ დაალაგო ესენი კარგად. ეს გეჭიროს თვლები, აქ აკონტროლებდე,
აი ასე. შემოვტრიალდით, გავცვალოთ ჭხირები და აი ახლა ხარ მზად მოგსოვო, ხო, შემდეგი. შეიძლება ნერვები გეშლებოდეს მე რო ვლაპარაკობ და თქვა რომ დავიღალეო, მაგრამ აი ასე მომყევი ზუსტად, როგორც ვაკეთებ რა დროსაც, როგორც ვქსოვ, აი როგორც ამომყავს თვლები, გადმომყავს ძაფი, ნახე გადავიყვანე პირველი თვალი არ ვქსოვ, მოვკიდე ეს თითები აქ, ესენი მიჭერი აქ, აი ზუსტად ასე მომყევი და ნახე რა ადვილად მოგსოვო. ეს აქ აკონტროლე აუცილებლად, ჭხირისაკეთ გაიყვანე აქედან, არ ეძებო რა ვქნა და საიდან მოვგსოვო, ეს ძაფი აქ უნდა იყოს და მოგსოვ ძალიან ადვილად. თუ კიდე ვამბობ, აი ეს ხელს გიშლის, აქეთ გადმოწიე, ეს აქ გაიყვანე, აი ასე უნდა იყოს, ეს აქ დააბრუნე და ახლა მოგსოვე მაშინ. გსოვე იმდენი ხანი და იმდენჯერ. სანამ აი ასე სწრაფად არ მოგსოვ, ნახე, აი ასე უნდა მოგსოვო. ისაა სწავლა. აი ესაც უკუღმა უნდა ამოვიყვანოთ. კი ბატონო. ახლა ნახე რა მინდა გითხრა. იმედია ეხლა ამ ფერზე კარგად ჩანდა თვლები. ახლა რა მინდა გითხრა, ნახე. უკუღმა ვგსოვთ და ასეთი გამოვიდა ნაქსოვი. წაღმა რო ვგსოვდით, მაშინაც ასეთი გამოვიდა ნაქსოვი, ხო? ზუსტად ხო ერთნაირი ახლა ეს და ეს. წაღმა ვგსოვდით ასეთია, უკუღმა ვგსოვდით ისევ ასეთია. და მე მინდა გითხრა, რომ შემდეგ უნდა დავალაგოთ წაღმა სახე ასეთი იქნება და უკუღმა სახე აი ასეთი იქნება. და ამას როგორ გავაკეთებთ? შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.